მოგესალმებით, დღევანდელს მინდა შევეხო ესეთ საინტერესო მეთოდიკას, რომელზეც პაციენტები მეუბნებიან ხოლმე რა მეთოდია, რამდენად ეფექტურია, ეთანხმებით, არ ეთანხმებით. ასე ჩემ კოლეგებსაც აინტერესებთ ეს არის. გინახიათ ალბათ ესეთი უსწროუტყავენ ხოლმე ხერხემალზე, რომ მკურნალობის მიზნით. ზოგადად რასაც დავყურები ვარ, როგორ ძირითადად რუსეთშია პოპულარული, იმიტომ იქ წარმოიქმნა ეს მეთოდიკა და საქართველოში ვრცელდება რა. და რასაც დავყურები ვარ ზოგადად რუსულ საიტებზე, ვინც ამას აკეთებს, აქაც თვალით ვინც აკეთებს მინახია, ერთი საერთო ხელწერა დავინახეთ და ეს თავისი ნიუანსები და ამაზე ვისაუბრებ. და რამდენად მიმაჩნია ან სწორედ ან არასწორად. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ რაც დავყურები ვარ, ასე იგი ოთახში დგას ტახტი, ყოველ ერთ ტექნიკას ხმარობს, ერთ ხაზოვნო დარტყმას, განსხვავებული ილეთები არც არ არის, თქოს მანუალური თერაპია ვისაც უნახია, უამრავი ტექნიკებია და სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე იმ ტექნიკებს იყენებ. და აქ არის ერთი ხაზოვანი სისტემა. რასაც ვაკვირდები ამ ხიროპრაქტიკები, როგორც უწოდებენ თავის თავს, ბევრ დამატებით სამკურნალო მეთოდებს არ იყენებენ, ანუ დაარტყა, გაუშვა პაციენტი, ან ფიზიოპროცედურა ჩართოს, ან მედიკამენტები დანიშნოს, ან რაღაც სამკურნალო ვარჯები არც არ მინახია. ყველა სპეციალისტი იძახს ამ დარგის სპეციალისტი, როცა მუშტები ამ დამუშავების მერე აუცილებლად ტკივილები ექნება, რის მერე გადადის და უფრო უკეთესადაც გზნობენ შემდგომ თავს. და რასაც დავაკვირდი, უყურეთ მეთოდიკა რაში მდგომარეობს და თქვა პლუს მინუსი ჩემი აზრით რა აქვს. ნახეთ, ახლოს მოვიდა ეს არის ხერხემალი. როდესაც ვცდილობ პაციენტის პრობლემა გავიგო, თქვა მოვიდა პაციენტი ტკივილით. ტკივილის მიზეზი არის ხოლმე ხშირად მალების დამჯდარია მალები და ნერვსაწვევა ჭყლიტავს. მაგრამ სხვა პრობლემებისა ხშირად მოასწრო მალამ მიჭყლეტვა ნერვის, ასევე კუნთების გათიშვასაც იწვევს ხოლმე. ამიტომ ხშირად მარტო ხერხემლის მალების ჩასწორება ხშირად არის ხოლმე შემთხვევა პრობლემას არ ხსნის ხოლმე. ეხლა ნახეთ რა ხდება ამ ტექნიკის დროს. ესე იგი ამ ხერხემდან ორი მალა რო გამოვაცალკევოთ, რომ უფრო ზუსტად აგიხსნათ თვალსაჩინების მიზნით. აი თქვა გამოვაცალე ორი მალა, ეს უფრო დიდი მაკეტი რო გაჩვენოთ, ნახეთ. ტაქტიკა რა არის? ესე იგი ძირითადად როდესაც სინჯავთ პაციენტს, ეს არის ზედა წვეტიანი მორჩი, აი თქვენ თვითონაც რო შეტრიალეთ, აი აქ ზურგზე რო თითი ჩაუსვათ, რაღაცა ამობურცულებს დაინახათ. თქოს რაღაც უბაში ამობურცულია, მერე ჩავარდნა, მერე ისევ ამობურცული. ანუ ეს ზუსტად ეს მომენტია, რომ ამობურცული არის ეს წვეტიანი მორჩი, მერე ჩავარდნა მალებს შორის, მერე ისევ ამობურცული და ესე მიყვები. და როდესაც მალას მიყვებით ხოლმე და თუ მალასა და შემდეგ მალას შორის მანძილი ახლოა, ესე იგი ხვდებით, რომ იქ არის მოჭყლეტვა და ანუ არხი არის იქ მოჭყლეტი და რაც ეს უფრო ეს თავისუფალი, ნახე აქაც ჩანს ხო მაკეტზე. რაც უფრო მივახლოვე, ეს არხიც მიახლოვდა და ნერვს მიაწვა. რაც უფრო დავაშორე, ესეც დაშორდა მანძილი გაიხსნა. შესაბამისად, თავერთეთი ტაქტიკა მკურნალობის არის ის, რომ მალებს შორის მანძილი გაზარდო. რომ აქ არხი გახსნა და არ მიაწვეს. ხო და ანუ დანარჩენი ხა პროტრუზია აწება და თიაქარი ზოგადად ხა პროტრუზია არ არის, ესე იგი როდესაც მალა დამჯდარი, ეს ბურთივით არის ეს გარსი გამოსული და ის აწება. თიაქარი არის, როდესაც ეს გარსი გასკდა და შიგთავსმა გამოვჟონა და ის მიაწვა. რა თქმა უნდა, ჩასწორების ეფექტის განსაზღვრავს პროტრუზია თუ თიაქარი და რამდენი მილიმეტრითა გამოსული და აწება, იმიტომ რაც უფრო დიდია მილიმეტრობა, უფრო ძლიერია ზეწოლა. ამიტომ ასევე ამას აქვს დიდი მნიშვნელობა ხვდებით, ამიტომ არის ხოლმე ხშირად თქვა შეიძლება გასწორდეს, მაგრამ პაციენტს შეღავათი ვერ მიეცეს და პლუს დამატებული რაც თქვი რომ სხვა ამის მალის მოჭყლეტის გვარდა კიდე სხვა მიზეზებია ხოლმე. ამიტომ არის ხოლმე რომ მაგათაც პიროვნება ვინც ამ მეთოდს იყენებს, როდესაც ვკითხე, როდესაც გამოიყენე ეს მეთოდიკა, შემდეგ რას აკეთებ, თქვა ნიშნავ წამლებს მედიკამენტებს, თქვა ანთების საწინააღმდეგო ტკივილ გამაყუჩებელს. პასუხი არა, უშვებ ისე და პაციენტს ანუ თქვა არც ფიზიოპროცედურები
პასუხი თქვა თიაქარს კურნალობთ, არა, ჩვენ ვარტყავთ, ხსნით მალას, თიაქარი ისევ იქ არის, უბრალოდ ზეწოლა აღარ მიდის ნერსთან და ნუ ესე ცხოვრობს. უნიშნავს სამკურნალო არჩევს, არა. ამიტომ შესაბამისად მე ეს ამ მეთოდიკას ვინც იყენებს ცალკე და ზოგადად თვალსახსოვანი სისტემა და ხერხემალი ისეთი რამე უთხოვს კომბინირებულ მიდგომას, თუ გინდა რომ შედეგი გქონდეს ბოლომდე. ანუ მარტო მანუალური თერაპია გამოიყენო, მარტო ეს დარტყმითი ტექნიკა გამოიყენო თუ ფიზიოპროცედურები თუ მარტო მასაჟი თუ მარტო მედიკამენტები, რაღაც მომენტში ამართლებს, რაღაც მომენტში არ ამართლებს. ამიტომ ამ მეთოდიკაშიც რა დავინახე, რომ თქვათ რა ლოგიკას იყენებს, ეს დამჯდარია, დადო თითი, ჩაარტყა უხეშად, ამან გამოიწვია მკვეთრი დაშორება ამალების და განთავისუფლება. და პლუს როდესაც უყურებ ერთგვარი ნოკაუტის როლს თამაშობს, ანუ დავარტყი, ერთგვარ დავარეტიანე უბანი და ნერვი გავთიშე. და ხშირ შემთხვევაში არის სიტუაცია, როცა პაციენტი ვაიმე რა კარგია გამიშვა ტკივილი, სპეციალისტი ამის სპეციალისტი აფრთხილებს 1-2 კვირა გექნება ტკივილები და რასაც დავაკვირდი, თუ იმუნიტეტს თავისი რეზერვი აქვს ორგანის, რომ ამ 2 კვირის მანძილზე ტკივილები რო აქვს ამის გახსნის მერე თვითაღდგენა წავიდა და მოერია ამ პრობლემას, გამოდის და პაციენტი უკვე კარგად გახსნობს და ამბობს, ვაი, ნახე ერთ სიაში მომარჩინა, შენ ოქროსხელებს შემოვლე. ასე ვთქვათ. და მაგრამ არის ხოლმე შემთხვევა დაარტყა, თითქოს შეღავათი მისცა, მაგრამ ორგანის არ იყო თვითაღდგენის უნარი და წავიდა პირიქით ანთებით პროცესი უარესისკენ და პაციენტის რეაქცია ესეთი, ეს ვისთან მივედი, თითქოს რაღაცა მომიხსნა, ვერ მომიხსნა და უფრო უარეს მდგომარეობაში ჩამაგდო. სამწუხაროდ ეს შემთხვევებიცა და პაციენტებიც ეს მოსულან ჩემთან ამ სპეციალისტების მიერ ნამკურნალები და სხვა სპეციალისტებთანაც. ისე მიზეზი რატო ისე ვიძახი ამ დაავადებას უნდა კომბინირებული მიდგომა. ცალკე რომელ მეთოდს გამოიყენებ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ისე ვიძახი. რაღაც მომენტში გაგიმართლებს გაარტყავ და პაციენტი მადლობელი დაგრჩება, რაღაც მომენტში და დიდი ალბათობით დიდ პროცენტობაში პაციენტი დარჩება უკმაყოფილი, იმიტომ რომ ეს არის პაციენტის შუაგზაზე მიტოვება. ამიტომ იღებს ხოლმე უკუ რეაქციებს და განუკურნება ერთგვარ შუაში რაღაცა გაჩერებულ მდგომარეობას. სულ ეს იყო რაც მინდა მეთქვა ჩემი მოსაზრება ამ პრობლემის შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის.